ამიტომ აღარაფერი აღარ მახსოვს ეგრე მოვედი. არა მართლა გეუბნები. ყოფილ ხართ სკოლაში ისე წასული რომ რა დიახ. სოლომონ ბრძენი ასეთ რამეს ამბობს. მოусმენად პასუხის გაცემა სიბრიყვია და სირცხვილიო. ჯერ არ დამთავრებია თქვენ დიახო ამბობთ. სკოლაში ყოფილ ხართ ისე რომ გაკვეთილი არ გწოდნიათ? არა. ყველანი ყოფილ ხართ ეგრე? მე ყოფილ ვარ მაგალითად. მე რაც დადიხართ ეგრე. აი მაგალითად მე დღეს ეგრე მოვედი აქ. მე დღეს ეგრე მოვედი რომ არაფერი არ ვიცი. მაგრამ ერთი რაც გამახსენდა ეხლა ის არის რომ გუშინ იყო ბავშვებო სანამ თქვენ შეკითხვებზე გადავალ გუშინ იყო სულთმოფენობის დღესასწაული. აღდგომიდან თქვენ იცით რომ აი ქრისტეს აღდგომა მოხდა მისი ჯვარცმიდან მესამე დღეს. ხო? აღდგომიდან მე-40 დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა. ზეცად ამაღლდა რას ნიშნავს ნახე? მან ჩვენი ადამიანური ბუნება აღამაღლა. ჩვენი ადამიანური ბუნება გამოიხსნა ჯვარცმით. და ესე იგი, როდესაც მოწაფეებს 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა და სასუფეველის შესახებ ასწავლიდა, მე-40 დღეს წაიყვანა ელეონის მთაზე და იქ ბოლო დალოცა, ბოლო ლოცვა-კურთხევა მისცა, ბოლო დარიგებები მისცა და უთხრა რომ იერუსალიმს არ განშორებოდნენ, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ სულიწმინდის მადლით შეიმოსებოდნენ და ამას რო ეუბნეოდა ის ზეცად ამაღლდა და მოწაფეები უყურებენ ზეცაში აღმავალ იესო ქრისტეს. ამ დროს ორი ანგელოზი მოვიდა და ეუბნება მოწაფეებს რომ რატო უყურებთ ასე ზეცად აღმავალსო? ის როგორც ამაღლდა ისევე დაბრუნდება. და ჩვენ და იმ დღიდან ვიდრე მეორედ მოსვლამდე ამას ეწოდება ბოლო ჟამი. ბოლო ჟამი ეწოდება. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ამბობდა იოანე ღვთისმეტყველი რომ ეს არისო ბოლო ჟამი. დღესაც ასე ამბობთ ეს ბოლო ჟამია. ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლის მოლოდინია. ეხლა თქვენ რო ამბობთ აი სკოლაში წავსულვართ ისევ რომ გაკვეთილი არ გწოდნია. რა დროს უფრო არხეინად მიდიხარ სკოლაში და მასწავლებლის დანახვა რა დროს უფრო გახარებს, როცა წინვალეთ იცი გაკვეთილი თუ როცა არ იცი? როცა იცი, ანუ უფრო გამართული მიდიხარ სკოლაში, ხო მართალია? ხო და აი უფალი რომ დაბრუნდება, ჩვენ ყველანი მის წინაშე წავდგებით. დიდებიც, პატარებიც, ვინც მანამდე გარდაცვლილი იყო, ისიც მკვდრეთით აღდგება და ვინც მაშინ ცოცხალი იყო, ისიც ყველანი ღვთის წინაშე წარდგებიან ეს. და ჩვენ იქ ან თავჩახუნულები ვიქნებით, თავჩახუნული ყველა შემთხვევაში, მაგრამ ზოგი ადამიანი იქ გადარჩება და ცხონდება, ზოგი ვერ გადარჩება. აი წარმოიდგინეთ, რომ აი უფრო მოზრდილებისთვის ვიტყვი გამოცდაზე რომ მიდიხარ, ხო? როცა კარგად ხარ მომზადებული, არხეინად მიდიხარ. და როცა მომზადებელი ხარ, მაშინ ვერ მიდიხარ ეგრე გამართული ნაბიჯით, ხო მართალი? და იქ ელოდები ახლა რა განაჩენი იქნება, რას გეტყვიან. ხო და მაგრამ ეს გამოცდა აქ რაც შეიძლება ვერ ჩააბარო. შეიძლება მერე გადაგივადონ, აი სხვა დღეს დაგიბარონ. მაგრამ იქ ღვთის წინაშე რო წარდგება ადამიანი, იქ ერთხელ მოხდება გარჩევა ადამიანებისა და მორჩა. ზოგი წავა მარადიულ სიხარულში, ზოგი წავა მარადიულ სატანჯოში. და იმ გამოცდაზე იქ რაც ჩვენ მოგვიწევს ყველას. ეხლა მაგალითად აქ რო გამოცდაზე მოვდიოთ, ან შეჯიბრება, ან რაღაცა ვიქტორინა ტარდება, წინასწარ ხო არ იცი რა კითხვა შეგხვდება. არ იცი, მაგრამ იქ ღვთის წინაშე რო წავდგებით, იქ ვიცით ზუსტად უფალი რასაც მოგკითხავს. მოგკითხავს რომ აი მშიერით დააპურე თუ არა.
მოკითხავს რომ შიშველი შემოსე თუ არა, მწყურვას დაალევინე წყალი თუ არა, ავადმყოფი და საპყრობილეში მყოფი მოინახულე თუ არა, უცხო ადამიანი თუ შეიწყნარე, ანუ თუ შეიწყნარე რას ნიშნავს, იცი, აი მაგალითად ვიღაცის სახს ეძებს არ იცის და შენ მიეხმარები, რაღაცა უჭირს და სულ უცხო ადამიანს მიეხმარები. ხო და აი ამ ყველაფერს ჩვენ ღვთის წინაშე რო წავდგებით მოგკითხავენ, ამაზეა დამოკიდებული. ეხლა მაგალითად ხო არის ამ წუთი სოფელში რომ დღეს რაღაცა სასიხარულო ამბავი შეგემთ ხო და ხვალ ისე მწუხარება გაქვს. ხო მართალია, აი ზეგ ისევ შეიძლება კარგი ამბავი მოხდეს. თუმცა აქაც ადამიანი აი გონივრულად უნდა შეხედოს ამ ყველაფერს და ნახეთ რას გულისხმობ. სოლომონ ბრძენი ასეთ რამეს ამბობს. ჩვენ როდესაც სიხარული გვაქვსო, გავიწყდებაო რომ მწუხარება გქონია ცხოვრებაში და კიდე შეიძლება მოხდეს. და როდესაც ესე იგი მწუხარება გვაქვსო, გავიწყდება რომ სიხარული ადრე გქონია და კვლავ შეიძლება განმეორდეს. ანუ ნახეთ აი მწუხარე რო ადამიანი შეიძლება საცდური რა არის იცით, შეიძლება იმედი დაკარგოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს. უიმედობას ქვია სასოწარკვეთილება, ადამიანს იმედი რო აღარ აქვს, რომ გონია რომ გამოსავალი არ არსებობს. აღარ დამთავრდება ეს მწუხარება, რომ ფიქრობს და მერე უნუგეშოდ არის. მაგრამ ის თუ გაიხსენებს, რომ წინა დღეებში თუ წინა თვეებში სიხარულის დღეები ჰქონია და თუ იმაზეც იფიქრებს, რომ ეს სიხარულის დღეები ისევ დადგება, მაშინ ის იმედიანად იქნება, მაგრამ ამ დროს როდესაც ესე მწუხარებაში მყოფ ადამიანს ხედავს ეშმაკი, მიდის და ესეთ ფიქრებს ეუბნება, რომ ასეთ ფიქრებს ჩააგონებს, რომ სულ ასე იქნება, არაფერი არ შეიძლება, სულ მწუხარება იქნება, რატო? იმიტომ რომ ადამიანი უიმედობაში ჩააგდოს, სასოწარკვეთილებამდე მიიყვანოს და ეს ფაქტიურად შეიძლება დაღუპვაც იყოს. ამიტომ ჩვენ როდესაც რაღაცა მწუხარება გვაქვს, უნდა გავიხსენოთ ხოლმე. აი ის დავუშვათ ექსკურსიაზე ხო ყოფილხართ, კარგი დრო ხო გაგიტარებია. დავუშვათ ეხა რაღაცა მოხდა, სამწუხარო დღე დადგა რაღაცა. თქვენ ამ მწუხარებაზე კი არ უნდა იფიქროთ. თქვენ უნდა იფიქროთ იმაზე, იმ მოგონებებზე, რაც ექსკურსიაზე რო ერთმანეთთან დრო გაატარეთ. აი ამ მოგონებებით უნდა გადაიტანოთ ეგ მწუხარების დღეები. ეგ უნდა და უნდა იფიქრო, ხვალდაზე კიდე დაგვიდგება ეგეთი მომენტი. მაგრამ ეხა მეორე მხრივ ნახეთ, როდესაც სიხარული გაქვს, ამ სიხარულში თავშეკავებაა საჭირო. ამიტომ უნდა იფიქრო იმაზე, რომ გუშინ და გუშინწი შეიძლება რაღაც განსაცდელი გქონდა და უნდა ფრთხილად იყო, რომ ხვალად და ზეგაც არ დადგეს რაღაც იგივე. უნდა თავშეკავებული იყო. შენ როდესაც გიხარია რაღაც, შეიძლება ამ დროს სხვა მწუხარების დღეები აქვს. ამიტომ იმაზეც უნდა იფიქრო. ესმის აი რაღაცნაირად შენ თავშეკავებული იყო იმ სიხარულშიც კი და ჭირში კიდე იმედიანი რო იყო. ახლა ეს რატო თქვი? ამ წუთის სოფელში ყველაფერი დროებითია, სიხარულიც და მწუხარებაც, მაგრამ აი სასუფეველში ადამიანი რო გარდაიცვლება, ხო და ზეციურ საქართველოში რომ შეუერთდება თავის წინაპრებს, იქ სიხარული მარადიული იქნება. იქ მწუხარებაც მარადიული იქნება. ადამიანი ან სულ სიხარულში იქნება, ან სულ მწუხარებაში. ამიტომ აი ეს დროებითი სამყოფელი ადამიანმა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ის მარადიული მოიპოვოს. ამაღლებიდან მე-10 დღეს მოციქულებზე გადმოვიდა სული წმინდა და ისინი აი მაგალითად ხო არის ხოლმე ქორწილი როა სადღაც და მოპატიჟებს გაგზავნიან. ეხლა ნუ ესე აღარ გზავნიან მოპატიჟებს, ტელეფონი არსებობს, ინტერნეტი არსებობს და დაურეკავენ თუ იწერენ თუ ჯგუფში ეტყვიან რომ ესეთი ამბავია, ქორწილი მოვიყვანე ხალხო, გოგო დავნიშნე, აი გიოს ეცინება. გოგო დავნიშნე და აბა მთელი ამბები. ადრე ასე არის. ადრე არ იყო არც ტელეფონი და არც ინტერნეტი და არაფერი და ამიტომ რა ხდებოდა? შენ რა ქვია სახელი? ხვიჩა. შენ დაუშვათ მოპატიჟეთ გაგზავნეს. შენ მიხვიდოდი, დააკაკუნებდი რომელიმე სახლზე და ეტყოდი. იცი რა? აი მაგალითად დღეს ჩვენს მეგობარს ქორწილი აქვს. დღეს რა? ერთი კვირის მერე, თორე იმ დღეს თუ მიხვიდოდი, ვერ გამოვიდოდი.
ერთი კვირის მერე ქორწილებს და დაპატიჟებული ხარ. მაგრამ ეხლა დაუშვათ შენ გაგზავნეს ისეთ ადამიანებთან, ვინც ქართული არ იცის. როგორ ეტყოდი? როგორ ეტყოდი? ნუ Google Translate-იც არ არსებობს მაშინ. რომ კითხო, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, ამას იცი რატო ამბობ? უფალ იესო ქრისტეს 12 ადამიანი უნდა გაეგზავნა მთელ დედამიწაზე, რომ ეთქვათ დაეპატიჟა უფალს სასუფეველში, აი ეს რომ მე რო გითხარით, სადაც მარადიული სიხარულია მეტი. რომ ყველასთვის ეთქვათ, რომ მოდით. მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ, ეს 12 ადამიანი თან არ არის მაინც და მაინც ნასწავლი რბილად რო ვთქვათ. უბრალო გალილეველი მეთევზეები არიან. აი, იცი როგორი ადამიანები, აი მაგალითად არამც თუ სხვა ენა რო არიციან. აი ხო არის ქართველი ადამიანი, რომელმაც ქართული ენაც კარგად არ იცის. გრამატიკულად ვამბობ, აი შეიძლება ლაპარაკი კი იცის, ახლა მოაბავს თავს რაღაცით. მაგრამ ისე არ იცის და აი ესენი აი ესეთი გაუნათლებელი ხალხია. უსწავლელი უпростоრად, თორე ისინი რო განათლებულები არიან, ეგრე ვინ არის? და სწორედ ეს მოციქულები გაგზავნა. აი როგორც ჩვენ რო ხვიჩა გავგზავნეთ, ხო გახსოვს მოპატიჟეთ რო იყავი წასული. აღარ გახსოვს? წაღან რო გაგზავნეთ, ჰა? აი შენ ატენიდან ხარ? არა, ესენი მთელი კლასია ატენიდან. ხო და ატენში რო გაგზავნეთ, მოპატიჟეთ, ხო გახსოვს? რო შემოიარეს. ხო და აი ეგრე 12 მოციქული გამოგზავნა უფალმა ყველგან, რომ ეთქვათ ჩვენთვის მოდით სასუფეველში, იქ სულ სიხარულია, იქ სულ ბედნიერება. მაგრამ აი ჩვენთან წამოვიდა ანდრია პირველწოდებული. თუ ქართული არ ეცოდინება, ჩვენ როგორ გაგვაგებინებდა? ადამიანმა ქართული იცის, ქართულად ეუბნები და ვერ აგებინებ. და ქართული რომ არ იცი, შენი ენა რო არ იცის, როგორ გააგებინებ, ხო მართალია? და იქ ნახე ხვიჩა რა მოხდა. გადმოვიდა სულიწმიდა მოციქულებზე და ყველა იმენაზე ამეტყველდა, სადაც უნდა წასულიყო საქადაგებლად. ვიღაც ქართულად, ვიღაც ესპანურად, ვიღაც ინგლისურად, ვიღაც სხვადასხვა ენაზე გესმით, ვიღაც არაბულად და ასე შემდეგ. და უფალმა იმ 12 მოციქულს გამოატანა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვა გამოატანა. და ვინც ამ სიტყვას ირწმუნებდა, ის გადარჩებოდა და მარადიული სიხარული ექნებოდა. და ეს სიტყვა ჩვენამდეც მოიტანეს. და ეს სიტყვა თქვენ ყველას გაქვთ სახლში. ზოგსაც ცოტა დიდი მტვერი ადევს უბრალოდ და აღარ ჩანს. ეგ არის და ეგ თორე სახლში ყველას გექნებათ. ახალი აღთქმა. ახლა მაგალითად ბავშვების სათამაშოებს მტვერი რა დროს შეიძლება დაედოს? როდესაც არ თამაშობენ და ამ წიგს რა დროს ედება ხოლმე მტვერი? როდესაც არ კითხულობენ. ხო და აბა ერთი სახლში რომ მიხვალთ, ესე გადაუსვით აბა თითი. ექნება თუ არა მტვერი. თუ მტვერი ექნება, ესე იგი ვერ არის საქმე ყოჩაღად. იმიტომ რომ ეს იმისთვის კი არ არის რომ ადამიანმა მარტო სახლში იქონიოს, არამედ იმისთვის რომ წაიკითხოს, თუმცა არც მარტო იმისთვის რომ წაიკითხოს. იმისთვის რომ ამ სიტყვის მიხედვით იცხოვროს. ეხლა მაგალითად თქვენ სკოლაში სახელმძღვანელოები ხომ გაქვთ? და იმ სახელმძღვანელოებით იმ საგანს სწავლობთ, იმ კონკრეტულ საგანს, ხო მართალია? და ესეც სახელმძღვანელოა. ოღონ ეს რისი სახელმძღვანელოა, იცით? რის სახელმძღვანელო, რა სწავლობთ ჩვენ? ახალი აღთქმით, სახარებით, რა სწავლობთ? რისი სახელმძღვანელოა, ლუკა? უფლის სიტყვის სახელმძღვანელო. უფლის სიტყვა წერია, კიდე რისი სახელმძღვანელოა? ის რომ ჩვენ ვიცხოვრობთ სწორი ცხოვრებით. აბა შენ რას გვეტყვი? უკან. ფლავში უნდა ჩახვიდე, ფლავის მასში. რელიგია. რელიგია, აბა კიდევ რისი სახელმძღვანელო? აი ლუკამ სწორად, ეს არის ცხოვრების სახელმძღვანელო. შენ სწორად როგორ იცხოვრო, მაგას გასწავლის.
როგორ იცხოვრო ისე რომ შენი სიცოცხლე მარადიულად სიხარულში გაგრძელდეს და ეგ მოგვიტანეს ჩვენ მოციქულებმა აი ანდრია პიროწოდებულმა ეგ მოგვიტანა შემდეგ წმინდა ნინომაც ეს მოგვიტანა დაგვავიწყდა ანდრია პიროწოდებულის ნათქვამი კი რა თქმა უნდა იყო პატარ-პატარა ქრისტიანული თემები მაგრამ წმინდა ნინომ ხელახლა შეგვახსენა შემდეგ ასურელმა მამებმა და ასე შემდეგ და ჩვენმა წინაპარმა შეძლო ის რომ აი 2000 წლის შემდეგაც ჩვენამდე მოეტანა ეს სიტყვა თავისი ცხოვრების წესით და თავისი მაგალითით და თავისი სწავლებითაც აი ეს დღე იყო გუში მოდი ახლა თქვენ შეკითხვებს შევხედოთ ეს რომელი კლასებისა თქვენებია თქვენი მწვანე რომელმა უფრო თეთრზე დაწერა რომლისა უფრო თეთრი იყო კარგი აბა პირველი წავიკითხოთ რამდენი ეკლესიაა საქართველოშიო საქართველოში არის ერთი ეკლესია მას თბილისიც არის მას გონი ჯერახი ხო და ნახეთ აი ტაძარი სხვა ტაძრები უამრავია მაგრამ ეკლესია საერთოდ არის ერთი და ჩვენც იმ ეკლესიის ნაწილი ვართ ყველა თუ სიტყვა ეკლესიას ვამბობთ მაგრამ თუ ტაძარს ვამბობთ ტაძარს სადაც ეკლესია იკრიბება ეგეთი ტაძრები უამრავია ეგეთი ტაძრები ძალიან ბევრი მაგრამ ეკლესია ვართ ჩვენ ბავშვებო ეკლესიის თავი არის იესო ქრისტე და იესო ქრისტეს სხეული არის ეკლესია და ჩვენ ვართ ამ სხეულის შემადგენელი ნაწილები ყველა ვინც კი ქრისტეს სახელით მოინათლა აი ყველა არის ვინც ყოვლადწმინდა სამების სახელით მოინათლა ყველა არის ეკლესიის ნაწილი როგორ შექმნა ღმერთმა ადამი და ევა ადამი მიწისაგან შექმნა და ევა კიდევ ადამის ნეკნისაგან შექმნა ეს იგივე შეკითხვა მოდი ხანდიდებისას დავიკითხავ ხომ რა მნიშვნელობა აქვს მარხვასო სხვათა შორის ამასწინათ რაღაცა ესეთი ამბავი მოხდა რომელმაც ყველა დაგვამწუხრა და ყველა რა ვინც ეს ამბავი გაიგო ისინი დაამწუხრა და ვინც არ გაიგო ისინი არ დაამწუხრა თავისთავად ცხადია და მერე მოკლედ ისე იყო რომ საღამო ხანი იყო ხო და მაშინ გამახსენდა რომ თურმე დღეს საერთოდ არაფერი არ მიჭამე იცი რატო გამახსენდა რომ მანამდე იმიტომ დამოვიწდა რომ ის რაღაც სამწუხარო ამბავი რო იყო ეს აღარ გახსოვს და მამა გაბრიელს ეკითხება ერთხელ ერთი ადამიანი რომ რა არისო მარხვაო და მამა გაბრიელმა აი ხა წარმოიდგინეთ უბრალოდ ჩვენი თავი რომ ჩვენ ვეკითხებით მამა გაბრიელს რა არის მარხვა და ახლა პატარები ცოტა ნაკლებად გაიგებენ მაგრამ ცოტა მოზრდილებისთვის მამა გაბრიელმა უთხრა მისი ცოდვების შესახებ დაუშვათ აი შენ სადღაც მინა ჩაამტრია სადღაც ვიღაცას კალამი მოპარე სადღაც რაღაცა დაგენანა ვიღაცისთვის და ეს ყველაფერი არ ჩანს და მამა გაბრიელმა ეს ყველაფერი უთხრა რომ შენ ასეთი და ასეთი რაღაცეები მოგსვლიაო და წამოდიო ეხლაო შევჭამოთო რამეო და არ მინდაო იმიტომ რომ ეს წუხდა თავისი ცოდვები რომ გამჟღავნდა და ხო და აი ეგ არისო მარხვაო როცა შენ ცოდვებზე წუხარ და ამის გამო საკვები აღარ გახსოვს როცა ადამიანი საკუთარ ცოდვებს ფიქრობს აანალიზებს რომ რაღაცა ცუდი ჩაიდინა სადღაც ვიღაც დაამწუხრა სადღაც უღირსად მოიქცა სადღაც რაღაცა მოუხდა და ამის გამო შემდეგ უკვე აღარც კი აქვს ჭამის სურვილი ის კი არა მარტო რაღაცა არ შეჭამა შეიძლება ადამიანი ხორცს საერთოდ არ ჭამდეს მაგრამ თავის ცოდვებს არ ნანავდეს ეშმაკი საერთოდ არაფერს არ ჭამს არც ხორცს არ ჭამს არც ნაყინს არ ჭამს არც არაფერს არ ჭამს მაგრამ არ თავის ცოდვებს არ ნანობს ანუ თავარის კი არა რაღაცა არ ჭამ თავარის არის რომ ადამიანს სინანული კონდეს საკუთარი ცოდვების გამო და წეღარო ამბობდი მარადიული სიხარული არსებობს მეთქი
ვინც თავის ცოდვებს ნანობს, ის უეჭველად იმ მარადიულ სიხარულში მოხვდება. იმიტომ რომ ყველა მონანული ადამიანი იქ იქნება. არ არსებობს იქ არ არსებობს ისეთი ადამიანი, ვინც თავის ცოდვებს არ ნანობს. იქ ვინც არის, ის ყველა ნანობდა თავის ცოდვებს. ისე რომ ჩვენ თუ გვინდა მოხვდეთ მარადიულ სიხარულში, ჩვენ აქვე უნდა ვნანობდეთ ჩვენს ცოდვებს. ზიარების შესახებ. და როდესაც ადამიანი თავის ცოდვას ნანობს, ღმერთი განწმენს მას აღსარების საიდუმლოთი და ზიარებით განაღმრთობს. ჩვენ როდესაც ვეზიარებით, ჩვენ ქრისტეს უხრწნელ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით. ქრისტესი, რომელიც არის ადამიანად მოსული ღმერთი, ვინც შექმნა ყველაფერი ეს სამყარო. ყველას ყავს ფარველი ანგელოზი, ის რას გძნობს, როდესაც შეცდომებს უშვებთან. როდესაც ადამიანი ინათლება ბავშვობა, მაშინ ღმერთი მას უგზავნის ფარველ ანგელოზს. და როდესაც ჩვენ ვცოდავთ, ჩვენი ფარველი ანგელოზი დამწუხრებული. როდესაც ჩვენ მას უჯერებთ და ღვთისნიერად ვიქცევით, ფარველი ანგელოზი გახარებულია. ამიტომაც ჩვენ ვევედრებით დილას აღამოს ლოცვაში ფარველ ანგელოზს, რომ არ მიგვატოვოს და დაგვიცვას იმ დღეს. ის ფარველი ანგელოზი ყოველთვის ჩვენთან არის და ყოველთვის გვიცავს. მაგრამ ჩვენ თუ ესე იგი ჩვენი ნებით გადავწყვეტ, რომ ესა თუ ის ცოდვა ჩავიდინოთ, მაშინ ის დამწუხრებულია და თითქოს ჩვენთან ახლოს მოსასვლელი გზა აღარ აქვს. მაგალითად იყო ერთი ამბავი, რომ ერთ-ერთი სახლის კარებთან იდგა ანგელოზი და შიგნით ვერ შედიოდა. იმიტომ რომ შიგნით იყო ის ადამიანი, ვისი მფარველი ანგელოზიც ეს იყო და იქ რაღაცა ისეთ საკეთებდა. მოდი სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცას იპარავდა, გადაწყვიტა რომ მოეპარა. ეს ამ მფარველ ანგელოზს აღარ ქონდა თითქოს ესე უფლება, რომ შესულიყო შიგნით, იმიტომ რომ იმან თვითონ გადაწყვიტა რაღაცა მოეპარა ეს. და როდესაც ადამიანი ნანობს და ეს ანგელოზი ჩააგონებს ადამიანს, რომ შეინანოს. ღმერთი ადამიანს სინდისის მეშვეობით, იმ ანგელოზის მეშვეობით, შეიძლება რომელიმე ადამიანის მეშვეობით სინანულისკენ მოუწოდებს. და თუ ადამიანი შეინანებს, მაშინ ის ღმერთსაც გაახარებს და მფარველ ანგელოზსაც. არის თუ არა ყველა რელიგია გზავნილი ღმერთისგან, თუ მხოლოდ ქრისტიანობა? აი მე რაც გითხარით, მოციქულებს ღმერთმა თავისი სიტყვა გამოატანა მეთქი. აი სწორედ მართლმადიდებელმა სარწმუნოებამ ზედმიწევნით დაიცვა ის სიტყვა. შეურყვნელად, შეუბილწავად, სუფთად, როგორიც ის იყო ღვთისგან გამოგზავნილი. ღმერთი სად დაიბადა? თუ იესო ქრისტეს გულისხმობთ, იესო ქრისტე ბეთლემთან ახლოს გამოქვაბულში დაიბადა. ისე კი ღმერთი არ შობილა არასოდეს, ღმერთი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება. რატომ ქვია საკვირაო სკოლა? მაშინ შემგითხარი რატომ ქვია? აი კარგია. რატო ქვია ნეტა საკვირაო სკოლა? მე ძალიან მაინტერესებს. ნეტა რატო ქვია საკვირაო სკოლა? შენ რას გეტყვი, აბა რატო ქვია? იმიტომ ქვია საკვირაო სკოლა, რომ გავიგოთ რას გვეუბნებიან. მართალია, ხო მიხდი. აი მაგიტო, აბა კიდე რატო ქვია? საკვირაო სკოლა რატო ქვია? ყოველდღე არის. ყოველდღე არის? ხო მიხდი. აბა სულ არის. აბა შენ რა სიტყვი? მას იკეთე რო ვისწავლოთ. და კვირა რა შუაშია? მას მარტო კვირას რომ მოვდი. ანუ დღეს კვირაა, ხო? აი შენც მართალი ხარ, აბა შენ. კვირაში ერთხელ ტარდება. აი გუფრო ახლოს არის მე მგონი. აბა ლუკა შენ რა სიტყვი? ყოველ კვირას ტარდება, ხან ერთხელ შეიძლება ჩატარდეს, მაგრამ ერთხელ მაინც ტარდება. ორჯერ ტარდება ხოლმე. აი ხო მიხდი. აბა კვირაობით დავდივართ. ესე იგი დღეს არის კვირა დღე. აბა მოდი ბავშვები რა.
კიდე? რა გვიხსნის რაღაცებს. აჰა, აბა? იმედა ქვია რომ გავიგოთ ღმერთი რას ამბობს. კი ბატონო, აბა? ქვია რომ პირობით ვერცე ვითხოვნა. პირობით ვერცე ვითხოვნა. პირობით ვერთო ვითხოვნა, ვერთობით. მოდი ესე ვთქვათ. ყოველ კვირეული სკოლა. ეგრე რო ერქვას, ხო იგივე გამოვიდოდა საკვირაო სკოლა. ზოგადად კი შეიძლება ეს კვირადღესაც მოხდეს ბავშვებო, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენთან ორშაბათი გამოჩნდა ესეთი დღე. ორშაბათი. თანხმობა ხოლმე ორშაბათი მძიმე დღეა. ამას თავისი ისტორია აქვს ახლა ეს ცოტა მას უკავშირდება. ძველ ამბებს და ისტორიებს, მაგრამ აი ორშაბათი ესე მოხდა. მაინტერესებს როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო. ღმერთმა თქვა და იქმნა, არაფრისგან შექმნა. ჩვენ ხო რაღაცა ნივთი გვჭირდება რომ იმითი შევქმნათ. ღმერთს არ ჭირდება ეგეთი ნივთები. ღმერთმა არაფრისაგან შექმნა, ბრძანა და იქმნა. როგორ ვიპოვო ჩემი ცხოვრების გზა ღმერთში, როცა ყველაფერი ბუნდოვანი. აი სხვათა შორის მე ადრე რაღაცა მანქანით მივდიოდით და მე არ ვიცი ალბათ ცოტა მოზრდილების შეკითხვა ეს. მანქანით მივდიოდი და ნისლი იყო და მხოლოდ ახლოს რაც ჩანდა იმას ხედავდით ხო თავისთავად და იქით შორს რა იყო ვერ ხედავდით, მაგრამ ეხლა რადგან შორს ვერ ხედავდით, რა უნდა გვექნა, უნდა გავჩერებულიყავით? აბა რა უნდა გვექნა? აბა? უნდა ვიარე და რო ვერ ხედავ წინ რა არის? აბა შენასი? ფარნები ავანთოთ. კი ბატონო ავანთეთ, მაგრამ მაინც იმის იქით ვერ ხედავთ, ის ნისლია და სხვათა შორის ამ ნისლთან დაკავშირებით ერთი ასეთი რამ გამახსენდა ეხლა უცბად. თუმცა ამას შეიძლება გადაგვიყვანოს სხვა მხრივ, მაგრამ ქართველები, მებრძოლები, აი ამ ნისლს ბრძოლის დროს სათავისოდ ძალიან კარგად იყენებდნენ ხოლმე. როცა მტერი დიდძალი იყო, მათ იცოდნენ რომ ნისლში არ ჩანდნენ. ამიტომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ნისლი ჩამოწვებოდა, ამ ნისლს ჩამოხვებოდა. ჯარი ჩამოხვებოდა და მტერი ამას ვერ ხედავდა. თუმცა ეს და ამითი ძალიან კარგად სარგებლობდა. ანუ მეც ისი თქმა მინდა, როდესაც მე მივდიოდი გზაზე და შორს ვერ ხედავდი, რასაც ხედავდი, ის ხო უნდა გამეარა. აღონდ როგორც თქვენ ამბობთ, თხილად უნდა გამეარა. იქ ხო სწრაფად ვერივლი, იმიტომ რომ წინ არ იცი რა ხდება. წინ უცბად შეიძლება რაღაცას წაადგე. მანქანა რაღაცა და ნახე რა ისი თქმა მინდა, რასაც ხედავ, რაც გესმის, ის გააკეთე. და იქ რომ მიხვალ, სადამდეც ხედავდი, აი დავუშვათ ეს ნაწილებია, კუბიკები. აი აქ რომ მიხვალ, დავუშვათ ერთი კუბიკის ადგილს ხედავ. კიდევ რომ მიხვალ იქ, სადამდეც ხედავდი, მერე კიდე გაგეხსნება და ეგრე. რასაც ფიქრობ რომ სწორია რა, ღვთის წინაშე, როგორი ცხოვრებაც ფიქრობ რომ სწორია, ის გააკეთე გულწრფელად. და რო ამბობ რომ ბუნდოვანია, შეიძლება საერთო ჯამში რაღაცა ბუნდოვანია, მაგრამ რასაც გულწრფელად ხვდები რომ ესეა გასაკეთებელი, ჯერ ის გააკეთე. და რაც ჩვენთვის ბუნდოვანია, ნელ-ნელა გაიხსნება. მაგრამ თუ მე არ წავიდოდი იმის შიშით, რომ წინ ვერაფერს ვერ ხედავ მეთქი, მაშინ დავრჩებოდი იმ ადგილზე, ხო მართალი? ის ჩემთვის ყოველთვის ბუნდოვანი დარჩებოდა. რასაც ვერ ხედავდი, მაგრამ ნელ-ნელა რომ მიდიხარ, ანუ რასაც ხვდები, შენს თავს თუ არ ატყუებ, თუ კაცი თავის წინდის სატყუებს, ის წინ ვეღარ მიდის. სულ რო თვალწინ დაუდო, რაღაცა ვერ დაინახავს, თუ თავის წინდის სატყუებს, მაგრამ თუ გულწრფელია ადამიანია რა, აი მაგალითისთვის ვიტყვი. ჩვენ ვამბობთ რომ მეცადე შეკითხვა, როგორ ვიპოვო ჩემი ცხოვრების გზა ღმერთშიო. დაუშვათ, არ იცი შენი მისია, მაგრამ ხო იცი რომ რაღაცის მოპარო არ შეიძლება. არ მოიპარო. ხო იცი რომ ვიღაცას რო ბიძი სიტყვა უთხრა არ შეიძლება, არ გააკეთო. ნაგავი არ დაყარო ქუჩაში, ვიღაცას არ აწყენინო. ხო იცი რომ თუ აწყენინე,
უნდა შენდობას თხოვ. აი ეს გააკეთე, რაც იცი, ის აკეთე. და რაც არ იცი, ღმერთი მოგცემს იმას და მე იმასაც გააკეთე. როდის დაარსდა ეს ეკლესია? აი ეკლესია დაარსდა მაშინ, სულთმოფენობის დღეს. გუშინდელი დღე ეკლესიის დაბადების დღეა. პირველი კრებული ის მოციქულები და კიდე იქ შეკრებილი მორწმუნე ხალხი იყო. რაც შეეხება ეკლესიას ეს, მაგრამ რაც შეეხება ამ ტაძარს, თუ შეიძლება ამასაც გულისხმობდეთ. ეს 2014 წელს ჩატარდა პირველი წირვა ფერის ცვალებას. მაინტერესებს ეკლესიის ცხოვრება. და იმ ეკლესიამ, რომელიც 2000 წლის წინ დაარსდა, გამოიარა ძალიან რთული გზა. ძალიან რთული გზა. რამდენჯერ იდევნებოდნენ ქრისტიანები, მაგრამ ისინი არამც თუ შემცირდნენ, არამედ პირიქით გამტკიცდნენ და კიდევ უფრო მეტად გამრავლდნენ. იმიტომ რომ სადაც ღვთის მადლია, იქ ყველაფერი მტკიცე არის. სხვათა შორის იყო ერთი ასეთი შემთხვევა, რომ ქრისტიანები უნდა ედევნათ, აი კონკრეტულად მოციქულები პეტრე და იოანე და უნდა დაეხოცათ. და იქ ადგა ერთი კაცი. სხვათა შორის ეს კაცი იყო პავლე მოციქულის მოძღვარი, ფარისეველი კაცი გამალიელი ერქვა და ასეთი რამე ეს არ იყო ქრისტიანი მაშინ, მაგრამ ნახეთ რა მაგარი რაღაც ურჩია ამათ. ესე იგი, ვინც ამ მოციქულების დახოცას აპირებდა. აბა შეხედეთო, ამ ცოტა ხნის წინო გამოვიდაო ერთი კაციო, თევდა ერქვაო და მან გაიყოლა უამრავი ადამიანიო. ვითომ ის ღმერთი იყო და გაიყოლა უამრავი ადამიანი, ანუ თავისი მიმდევრები გაიჩინა. მაგრამ რომ მოკვდაო ეს თევდაო, თავისი მიმდევრებით დაიფანტნენ. შემდეგ სხვა გამოჩნდაო იუდა ერქვაო, ოღონდ ეს იუდა კი არა ისკარიოტელი, იუდა გავრცელებული სახელია იქ. ეს ამ იუდამაც გაიყოლა უამრავი მიმდევარი ჰყავდაო, ხალხი გაიყოლა, მაგრამ რომ მოკვდაო ეს მიმდევრებით დაიფანტნენ. ეხლა თუ იესო ქრისტეც ესეთი უბრალო ადამიანიაო, მაშინო ის ხო მოკვდაო და მისი მიმდევრები თავისით დაიფანტებიან. მაგრამ თუ ღვთისგან არის, ანუ თუ ღმერთიაო, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ღმერთს უნდა ვებრძოლოთ და ჩვენ მას ვერაფერს ვერ უზამთ. ანუ ნახე რა უთხრა, ტყუილა სისხლში რატო უნდა გაისვაროთ ხელი? რატო უნდა დახოცოთ მისი მიმდევრები? თუ ეს ღვთისგან არ არის, ისინი დაიფანტებიან და თუ ღვთისგან არის, მაინც ვერაფერს ვერ უზავთ და ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლი უნდა გამოჩნდეთ. და ესეთი უამრავი რამ გამოიარა ეკლესია, მაგრამ დღესაც რომ დგას და დღესაც რომ ღვთის სიტყვა იქადაგება, ეგ იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანობა სწორედ ღვთისგან არის და დღემდე არაფერი არ შეცვლილა. არის თუ არა ბიბლიაში ღვთის ფიქრები ჩაწერილი. ბიბლიაში არის ღვთის სიტყვები ჩაწერილი და იცის თუ ღმერთი რას ფიქრობს ჩვენზე, რა დროს, რას ფიქრობს, რა აზრი აქვს ჩვენთან დაკავშირებით და ჩვენ იცი რაზე უნდა ვიფიქროთ? ნეტა ღმერთი რას ფიქრობს ჩემზე. ეგ უნდა დაიფიქროს კაცს. ის კი არა რომ აი ჩემი მეზობელი რას ფიქრობს ნეტა ჩემზე, ჩემი კლასელი რას ფიქრობს, მასწავლებელი. კი ბატონო, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე უწინო მნიშვნელოვანი ისაა რომ ნეტა ღმერთი რას ფიქრობს ჩემზე. იცი რატოა მნიშვნელოვანი? მეზობელმა არ იცის ჩემი გულის ფიქრები, არც მასწავლებელმა, არც შეყვარებულმა, არც შენმა დედმამიშვილმა არ იცის გულში რა ფიქრი გაქვს. ის გარეგნულად გიყურებს. მაგრამ ღმერთმა ჩვენს შესახებ ყველაფერი იცის და მას ვერაფერს ვერ დაუმალვა და ვერ მოატყუებდა. აი სწორედ მისი აზრი ჩვენს შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. ნეტა ჩემზე რა აზრის არის ღმერთი? გიფიქრიათ მაგაზე, აი თქვენზე რა აზრის არის ღმერთი? აბა იფიქრეთ ხომ მაგაზე, რას ფიქრობს ნეტა ღმერთი? ის კი არა ჩვენ რას ფიქრობს ჩვენ თავზე, ასეთი მაგრები ვართ, ისეთი მაგრები ვართ. ღმერთი რას ფიქრობს ჩვენს? ზოგი შეკითხვა მეორდება ხოლმე და ამიტომ აღარ შეგაწუხებთ ამით. ამბობენ რომ სული ჯოჯოხეთში იტანჯება, მაინტერესებს როგორ იტანჯებიან. არავის არ გისურვებთ რომ ეგ ინტერესი დაიკმაყოფილოთ, ესე იგი. იმიტომ რომ ეგ ისეთი ინტერესია რომ ჯობია მხოლოდ გადმოცემით იცოდეს კაცმა და ეხა სახარებაში რა წერია როგორ იტანჯება.
ეხლა მაგალითად აქ ხო აი ძალიან ცხელა. მაგრამ თქვენ უძლებთ იმის იმედად, რომ ეს დამთავრდება, დაგვანებებს მამა ბასილი თავს და გაგვიშვებს და გავგრილდებით ცოტა. მაგრამ იმ ჯოჯოხეთში ეს არასოდეს არ დამთავრდება. ოღონ ეს მარტო ეს ფიზიკური სიცხე კი არ არის. აი ქონიათ შემთხვევა, რომ სინდისი რაღაცის გამო გამხილებთ. აი რაღაცა გააკეთე ისეთი, სულაც არავის დაუნახარ, მაგრამ შიგნიდან ფიქრები მოგდის, რომ ნეტა ეს არ გამეკეთებინა, აი რომ სინდისი რო ქენჯნის ადამიანს. თქვენ ახლა ბავშვები ხართ, ისეთი რა უნდა გააკეთოთ, კაცმა რო თქვას, რომ ამის გამო სინდისი ესე გაწვალებდეს, მაგრამ აბა იმ ცოტა მოზრდილ ადამიანებს შეეკითხეთ. თუ შეძლებს რომ გულწრფელი იყოს, მიხვდებით რომ თურმე როგორ აწამებს სინდისი ადამიანს. ვერანაირი ხორციელი ტკივილი ვერ შეედრება იმას ადამიანს რომ სინდისი ქენჯნის. ხორციელ ტკივილებს ადამიანი უძლებს, მაგრამ ის გაუსაძლისია. ამიტომ სახარებაში ნახეთ რა წერია, იქ იქნებაო ცეცხლი დაუშრეტელი, ანუ ის ცეცხლი, რომელიც არასოდეს არ ნელდება, ანუ ის სინდისის ქენჯნა შეიძლება ესეც იგულისხმო. მატლი დაუძინებელი. ანუ წარმოიდგინე, მატლი რო გჭამდეს და რო იცოდე, რომ ეს მატლი არასოდეს არ მოკვდება. ყოველთვის შენს ჭამას აგრძელებს და იქ წერია, რომ ადამიანები როგორ იქნებიან იცი, აი კბილთა ხრჭენა იქნება. აი ადამიანი ძალიან გამწარებული რო კბილებს რო აღრჭიალებს, აი რო ვეღარ ითმეს, ძალიან როა გამწარებული. და წარმოიდგინე, ეგეც რო არასოდეს არ დამთავრდება. უბრალოდ უფალი ჩვენ ამას ვიცი რატო გეუბნება, რომ რაღაცით მიგვახვედრო სიქაურის სატანჯველი როგორი შეიძლება იყოს. მე ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო ნებები გვაქვს სხვადასხვა, მაგალითად ამპარტავნების ნება გვაქვს, ვიღაცას ნაყროვან, ამპარტავნება რა არის, მე ყველაზე მაგარი ვარ, აბა არიქა ახლა შემაქეთ, ტაში დამიკარით. ვიღაცას ნაყროვანების ნება აქვს, ბევრი და მაძღისად და გემრიელის ჭამა უყვარს. ვიღაცას თამბაქოს ნება აქვს, ვიღაცას რაღაც უზნეო და ბილწი ნება აქვს და წარმოიდგინე ამ ყველაფერს რომ თან ვერ იკმაყოფილებდეს, იმიტომ როგორ დაიკმაყოფილებს თამბაქოს როგორ მოწევ, სული როგორ მოწევ სხეულის გარეშე არის და გარდაცვლილი ადამიანი ნიშნავს რომ სული და სხეული ერთმანეთს გაშორდა. და რითიც შენ ამ ნებებს იკმაყოფილებდი, ის აღარ გაქვს, ანუ სულს სხეული ინსტრუმენტად აღარ აქვს, რომ ეს ნება დაიკმაყოფილოს და ვეღარ იკმაყოფილებს. წარმოიდგინე ყველა ეს ნება ერთიანად რომ შემოესევა ადამიანს და თავის უმაღლეს მწერვალს რომ მიაღწევს. ან მარტო ის კი არა რომ საჭმელი მოგშივით, აი ისე რო გშია რომ სიკვდილი გინდა. გესმით? აქ მაინც იცი რომ დავუშვათ აი სადღაც მოხდი და წყალი არ არის. ეხლა გაკვეთილზე რომ უნდა თქომე რომ იქ წყალი დავლიოთ რაღაც, მე ვეუბნები ხოლმე რომ დაკეტილია მეთქი ის, სადაც არის წყალი. ორშაბათს და ხუთშაბათს დაკეტილია ხოლმე. ხო და ხო იციან რომ დამთავრდება გაკვეთილი, მერე დალევენ იმ წყალს, ხო იციან, მაგრამ რო იცოდე რომ საერთოდ ვერასოდეს ვერ დალევ. გამხელა უიმედობა, აი ჯოჯოხეთში იმედი არ არსებობს. რატო არ არსებობს, იცი? იმედი ღმერთს უკავშირდება. ჯოჯოხეთი კიდე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა მოახერხა და თავისი გულიდან ღმერთი გააძევა. ჯოჯოხეთი არის მდგომარეობა, როდესაც შენ ღმერთთან ყოფნა არ გინდა. განა იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა შენთან, იმიტომ რომ შენ არ უშვებ ღმერთს შენთან. და სადაც ღმერთი არ არის, იქ იმედიც არ არის. ეს სატანჯველი, ეს ძალიან მოკლედ და ზოგადად, მაგრამ ეხა სიხარულზე რას ამბობს სახარება? როგორი სიხარული იქნება სასუფეველში? იქ ესე იგი, აქ ხო არის რომ რაღაცა გიხარია და მერე მოგწყინდება. წარმოიდგინე რომ ეს არასოდეს არ წყინდება, კიდე და უფრო მეტად იზრდება და იზრდება. და სულ სიხარულია, სულ ბედნიერება, არასოდეს არაფერი ერთი წამი არ შეეხება იმ შენს ბედნიერებას. აი ღმერთის დიდება სასუფეველში ადამიანის თავარი საქმე. ღმერთის დიდება იცი რა არის? წარმოიდგინეთ, აი ძალიან გახარებული რო ხარ. აი რო სიტყვები რო არ ყოფნის, რა სიტყვებით გამოხატო შენი სიხარული. აღფრთოვანებული რო ხარ. ღმერთს რომ მადლობ. ღმერთის დიდება კიდე ნიშნავს, რომ ეს მადლიერება რო უმაღლეს მწერვალს აღწევს, წარმოიდგინე და სულ ესე მდგომარეობაში როა გული, რო ხტის ადამიანის სიხარულისგან, სულ ესე როა. წარმოიდგინეთ რა ელოდება ადამიანს და ჯოჯოხეთში იმიტომაც იტანჯება კიდევ რომ
გძნობს რომ ის სიხარული დაკარგა რაც შეიძლებოდა მას ქონოდა ეს ძალიან მოკლედ ძალიან ხო არ დავღალეთ ბავშვები 40 წუთია რაც ვღლით ხო რა თანმიმდევრობით უნდა დაკიდო ეკლესიაში ხატებია ეკლესიას თავისი განლაგება აქვს ბავშვებო ხატებისა მით უმეტეს მაცხოვრის და ღვთისმშობლის ხატი თქვენ თუ დააკვირდით კანკელზე ანუ კანკელი არის რაც ტაძარსა და საკურთხეველს გამოყოფს იქ არის კანკელი სადაც მარჯვნივ მაცხოვრის ხატები არის ხატია მარცხნივ ღვთისმშობლის ხატი და იმიტომაც ვამბობთ ხოლმე რომ მარჯვენა მხარეს ვაჟები დადგნენ ტაძარში ესეთი წესია მარჯვენა მხარეს ვაჟები მარცხენა მხარეს გოგონები იქ მერე მაცხოვრის ხატის ანუ ჩვენგან მარჯვნივ არის ხოლმე ხატი რომლის სახელობისაც არის ის კონკრეტული ტაძარი აი ჩვენ შემთხვევაში მაცხოვრის ხატის მარჯვნივ აი აქედან რომ ჩვენ დავდგებით ხო არის ხოლმე ფერისცვალების ხატი იმიტომ რომ ეს ფერისცვალების ტაძარი მაგითიც მიხვდებით აი რომელიმე ტაძარში რო შეხვიდეთ ძირითადად ეგრეა კანკელზე მაცხოვრის ხატის მარჯვნივ რომელი ხატიც არის თან თუ ძველ ქართულად იცი კითხვა და მე ვფიქრობ რომ ყველა ქართველმა ძველ ქართულად კითხვა უნდა იცოდეს ეს უნიკალური ამბანია იქ წაიკითხო რომელი ხატია შეიძლება ესე ვერ შეატყო რომელი ხატია მაგრამ იქ წაიკითხო ცოტა ამერია მოდი მომეხმარება ესენი გამომართე აიცა არა ესენი ამდენს მე მგონი ჩვენ დილამდე ის არის ნინი საწოლები შემოუტანე რომ წამოწნე ზოგი საწოლები შემოვიტანო თან წამოგორდით და ეგრე მაგრამ არა მოდია კი არ შემოიტანო საწოლები ყველას თავთავის საწოლი ხო აქვს სახში და მშობლებს თხოვოთ რომ ძილის წინ რამე წაუკითხონ ხოლმე ეგ უფრო მოხერხებული იქნება მე მგონი ეხლა ყველას ერთად შეიძლება ინტერესები არ დაემთხვეს და ჩხუბი მოვიდეს არა მე ეს მინდა მეწი ქარაზღაპარი მინდა მეწი თელქუდა მინდა და მე მინდოდა რაღაც მეჩვენებინა თქვენთვის მაგრამ სამწუხაროდ ჩემი მეხსიერების ბარათები სადღაც აორთქლდა ხო ცხელოდა დღეს ხო ძალიან ცხელოდა და რამდენი წუთი გავიდა რაც კითხვების კითხვა დაიწყეთო და გაიღიმეთო აი 40 წუთი გავიდა აქ მე მგონი აბა უკვე უმა დავიწყებ 2x-ულ ერთ და იგივე ეტყობა ერთმანეთისგან გადაიწერეთ კითხვები რა სხვაობა ადამიანის და ცხოველს შორისო ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მოდი ბავშვებო სხვაობა რომ ძალიან დიდია მაგრამ ეხა მოდი ვთქვათ რა საერთოა ადამიანსა და ცხოველს შორის იცი რამდენ საერთოს აღმოვაჩენთ აი მაგალითად შენ დაწერილია შენ გენაცვალა აღონ არა მაიცა მივყვეთ თანმიმდევრულად მივყვეთ გაიღალეთ თუ გინდათ გავჩერდეთ პირველი სხვაობები რომ ძალიან ბევრი ამაში დამეთანხმებით უბრალოდ მე რაღაცებს მინდა აქცენტი გავუკეთო რადგან თქვენ შეკითხვადას ცხოველი ესე 4-ზე ხო დგას 4 ფეხზე ხო დგას და მიწას უყურებს ხო მართალი იმიტომ რომ ის მიწიერია ადამიანი 2 ფეხზე დგას და ზემოთაც შეუძლია იყუროს ხო მართალი იმით არა ნახე რა ძირითადად ადამიანი ცხოველი რო დგას ხო ესე დგას ახლა დიდი ხანი თუ ესე იქნება კისერი დაეხლა ადამიანი კიდევ დგას და შეუძლია ძირსაც იყუროს და ზეცაშიც იყუროს იმიტომ რომ ადამიანს არჩევანის უფლება აქვს
უნდა მიწიერი არსება იქნება და ცხოველს დაემსგავსება, უნდა სულიერი არსება იქნება და ღმერთს დაემსგავსება. ეხლა რა საერთოა ადამიანსა და ცხოველს შორის? საერთოდ ადამიანის სხეულიც და ცხოველის სხეულიც 4 სტიქიისგან შეიქმნა. ეხლა ეს 4 სტიქი არა არის. აიცადე ეს ფლომასტერი თუ კარგ ხასიათზეა. მიდი აბერტი. 4 სტიქია რა არის, ეს უნდა დავწერო. იმიტომ მინდა დავწერო, დაგამახსოვრდეთ თორე, განაისი არ ვიცი. აბა ჩამოვთვალოთ. ერთი არის მიწა, მეორე არის წყალი, ცეცხლი, აი ამ 4-ისგან არის შექმნილი. ამ 4-ვეს აერთი, ამ 4-ვეს თავის თავში ატარებს ადამიანის და ცხოველის. და ეხლა კიდევ რითი გავს? ხო გინახიათ ადამიანი მაგალითად აი რომ მაიმუნობს, არ გინახიათ? ადამიანი რომ სხვას არაფერს არ გაუყოფს, მაგალითად რომელ ცხოველს შეიძლება შეადარო? არა, ადამიანს რო ყველაფერი თავისთვის უნდა და სხვას არ გაუყოფს. ხო? გოჭიო, ა? გოჭი ვით არის? ხორი, გოჭი. რო გაიზრდება, მერე ხორი გახდება. არა, ეხლა უკვე დაიღალეთ. ეხლა უკვე შევატყერო დაიღალეთ. არა. მოდი ერთ შეკითხვასაც ამოვიღებ, არ ვიცი ვისი შეკითხვა ამოვა და რატომაა საჭირო ახსარების ჩაბარება? ახსარების ჩაბარება საჭიროა იმიტომ, რომ ესე იგი ადამიანს მიეტევოს ყველა ის ცოდვა, რაც ჩაიდინა, რაც აწუხებს, მისი სული განიწმინდოს. ახსარება ის კი არ არის, შენს მეგობარს რომ მოუყვები, რომ აი რაღაცა ცუდად მოიქეცი. ახსარება ის არის, ღვთისგან ნაკურთხ სასულიერო პირს, რომ ახსარებას ეტყვი, რომ მოუყვები, იმიტომ რომ მომტევებელი ადამიანი კი არ არის, ან ჩვენი მეგობარი, ან თუნდაც მე როგორც ადამიანი, მე კი არა. არამედ ის მადლი, რომელიც დავანებულია ამა თუ იმ სასულიერო პირზე, ის სამღვდელო მადლი, ეგ არის მიმტევებელი. უფალმა ეგ უთხრა მოწაფეებს, მოციქულებს, იცი რა უთხრა? ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზეო, ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზე, ის ზეცაშიც მიტევებული იქნება. და ვისაც თქვენ არ მიუტევებთ მიწაზე, ის ზეცაშიც არ იქნება მიტევებული. და ეხლა მოციქული ვის არ მიუტევებს, ვინც არ მივა ახსარებას, ხო მართალი? ვინც არ იტყვის, რომ მე შევცოდე, დავაშავე, ვიღაც ვაწყენინე, სადღაც ცუდად მოვიქეცი, სადღაც დამენანა, იქ შემშურდა, იქ რაღაცა დამეზარა და ასე შემდეგ. და თითოეული ჩვენთაგანი, ეხლა მადლობა ღმერთს, ყველგან არის მოძღვარი. აი ატენიდან არიან ბავშვები, იქ არის მოძღვარი, გიმნაზიაში ხო არის და არის. ესენი საერთოდ ტაძრის გვერდზე სწავლობენ. მეორე სკოლა ტაძრის გვერდზე სწავლობს. მე მინდა აღვნიშნო ეხლა, რადგან შესაძლებლობა მომეცა, რომ ძალიან კარგი დირექტორი ყავს მეორე სკოლას. ღვთისმოყვარე ადამიანი. აბა? ნიკოლოზი ხო ვიცი კაცო, ნიკოლოზი ჩვენი მოსწავლე იყო ერთხანს. კარგი ბიჭი. ხო და ძალიან კარგი, იცი რატო ვამბობ? ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ბავშვებამდე მარტო ის რაღაცა ცოდნა კი არ მიიტანოს, წეღარაზეც ვამბობ. ყველანაირად ხელს უწყობს, რომ ღვთის სიტყვა მივიდეს ბავშვებამდე. აი მე პირადად თამაში
მისი გვერდში დგომა არაერთხელ ნახე. ეგ ჯერ იყო ხოლმე მე-11 სკოლის დირექტორი. და აქაც ბავშვებს ისე ძალიან უყვართ, ბავშვებსაც, მასწავლებლებსაც. მეც როგორც სასულიერო პირი, მე მანამდეც კი მქონდა ჩვენ ურთიერთობა, ვიცნობ, ჯერ მე სასულიერო პირიც არ ვიყავი, მაგრამ აი როგორც ღვთის წინაშე, კარგი დირექტორი. მე ვფიქრობ, ეგეთი უნდა იყოს. რა სიტყვაში? წერილები გძელდება. შენი რა კითხვა იყო, ეგ გითხარი. ერთიც ამოვიღოთ? მოდი მაშინ ესე შევთანხმდეთ. მე რომ შევატყობ, რომ თქვენ ახმაურდით, ესე იგი ეგ იმის ნიშანია, რომ დაიღალეთ. რომ შევატყობ, რომ დაიღალეთ, მაშინვე შევწყვეტ ამ წერილების ამოღებას. ანუ დაიღალეთ. დაიღალეთ. ეს იგივეა. მოიცადე. აბა გავაგრძელოთ. აქვე ჩამოჯდები უფრო მოხერხებული. ზოგს მე უპასუხებ ხოლმე ზოგს შენ. შევთანხმდით? მოდი. აბა. ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი, ყველა ქრისტიანი იყო? არა. ჩაუთვალოთ. მაშინ ქრისტიანობა არ არსებობს. მაგრამ ნახეთ, ერთ-ერთი წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს. უბრალოდ ჯერ ამას არ აქვს წაკითხული. ყველა ადამიანის სული ბუნებით არის ქრისტიანი და ქრისტესკენ მიისწრაფის. ყველა ადამიანის სული. შემდეგ ერთ და იგივე შეკითხვებია, მე მგონი სულ ყველა. ჩვენ ვიცით, რომ სულის საცხოვნებლად საჭირო აღსარების ჩაბარება და ზიარება. მაშინ თქვენ როგორ იცხოვნებთ სულსო? როგორ და მე ჩემი მოძღვარი მყავს. მე ჩემი მოძღვარი მყავს. რაღაცები რომ შემეშლება ხოლმე, ცოდებს რომ ჩავიდე, მივდივარ და აღსარებას ვამბობ. აბა თორე ისე გამოვიდოდა რომ სხვისი მაზიარებელიო, თვითონ დარჩა უზიარებელიო. მაგრამ მოძღვარსაც თავისი მოძღვარი ყავს და საბოლოო ჯამში ჩვენი ყველას მოძღვარი არის იესო ქრისტე. ყველას მოძღვარი იესო ქრისტე. აბა ნახოთ, რამდენი ამოვიღო კიდე? არ იცი, არც მე არ ვიცი. ძნელია თუ არა მამაოების ცხოვრება? მე ვფიქრობ, რომ ძნელია. ღმერთთავრის ცხოვრება კიდევ უფრო ძნელია და აღარაფერს ამბობ პატრიარქის ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ უნდა შევუსუბუქოთ ერთმანეთს ეს სიმძიმე, ხო მართალია? მე როდის დავამძიმებ იცი ჩემი მოძღვრის ცხოვრებას, როცა მე ბევრ ცოდვას ჩავიდენ და სინანული არ მექნება. მაშინ ჩემი მოძღვრის ცხოვრება კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. როგორ შეიქმნა ტაძარიო? როგორ და ღვთისმოყარე ხალხი მოვიდა? ერთმა ბეტონი ჩაასხა, მეორე მაგური დადო, სხვამ გუმბათი დაადგა. მაგრამ თავარი თუ ღმერთი არინებებს, ტაძარს კი არა, პატარა ქოხს ვერ ააშენებ. ესე წერია დავით მეფსალმონის სიტყვებში. არა, თუმცა უფალმა ნაღაშენა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი. თუ ღმერთი არ ააშენებს, ტყუილა იჯებიან მისი მშენებლები. კარგი, ბოლო შეკითხვას და დანარჩენი მაპატიეთ, იმიტომ რომ მე დამთავრდა. როგორ ფიქრობ, ეს ეთყობა ყველაზე საინტერესო შეკითხვა. როგორ ფიქრობთ, კარგი მამაო ხართო? მე ვფიქრობ, რომ ვერა ვარ კარგი მამა. არა, მოიც. ოღონდ გულწრფელად ვამბობ. ერთ კაცს ეკითხებიან, ეხლა რო ამბობ ყველაზე კარგი. ერთ კაცს ეკითხებიან, რომ 100 ლარიანის ხურდა ხომ არა გაქვთო?
და ეს პასუხობს რომ არა მაქვსო, მაგრამო გმადლობთ რომ ეგეთი წარმოდგენა გაქვთ ჩემზე. აი მე ესე გეტყოდით. ავდგეთ ვილოცეთ.